სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს ხდება COVID პანდემიის დროს 2021 წლის 31 ოქტომბერია, ჩვენ მალე დავამთავრებთ 77 ნაწილს. შემდეგ კითხვა ქალბატონისას, რომელსაც აინტერესებს, თუ როგორ უმკლავდება ჯონ მაკარტური და როგორ ახერხებს საკუთარი სინდისის კენჯნას. იცით ხო, კენჯნა რას ნიშნავს ქართულ ენაში, ეს არის ცემა გარკვეული მოულა, ხო, აქ დახვეწა იხმარა ქალბატონმა, ხო, როგორ მაგალითად უმკლავდებით, ხო, როცა თქვენ გაქვთ რაღაცა საჭოჭმანო ქრისტიანს, როცა ჭოჭმანო და სინდისი გაწუხებთ, ხო, როგორ გაუმკლავდეთ მას და გზადაგზა ალბათ უფრო და უფრო რაც უფრო გამოცდილი ქრისტიანი, უფრო და უფრო მეტად ენდობა ღმერთს. აი მოდით მოვუსვენოთ ჯონ მაკარტურს, კონკრეტულად ეხება კიდევაც ვაქცინაციას და სამსახურის დაკარგვას. აქედან მოდის ეს სიტყვა, ხო? ქართულში როგორც გითხარით, ვინც არ იცის, ხო, ეს სიტყვა ძველი ქართულიდან კენჯნა, აი რას ნიშნავს, მე გავაზიარე კიდევაც კედელზე, შემიძლიათ აქაც ვინც შეიძლება არ აქვთ Facebook-ის ახლა შესვლის უფლება, შემიძლიათ მეც წაგიკითხოთ, თუ რას ნიშნავს ეს არსებით სახელი საწყისი ანათესაუთიბრუნვა კენჯნის, ზმნები კენჯნა, იდიომები მყარი სინდისის კენჯნა, შინაგანი სულიერი ტანჯვა, წუხილი მოუსვენობა ჩადენილი საქციელის გამო და კენჯნა ითარგმნება ცემა რტყმა, ისმით, რაითამ კენჯნიდეს მე საწრეტელი, ნახე მეორე კორინთელთა 12, როდესაც პავლესზე ნახე ძველი აღთქმიდან, ვიცარსა მონა უძლურსა კენჯნიან ობოლთა, ნახეთ, ვიკენჯნებით განუსვენებელი ვართ, პირველ კორინთელთა 4:11, უკეთურ ვწოდეთ, ვიკენჯნებოდეთ და მოვითმენდეთ, ხო? ასე რომ პირველი პეტრე 2:20. კენჯნანი ძეთა მუნაისთა, ეს უკვე სოფონიადან არის, მე მგონი, პატივი კენჯნითურთ მსგავს არ მახვილსა, თაფლსა, შინა ამოღწეულსა. აი, ძველ ქართულში როგორ იხმარება ესე იგი კენჯნა? როცა მაგაზე მიდგება საქმე, ხო? ასე რომ ეს არის ამის განმარტება. კენჯნა, კენჯნა არა, კენჯნა. და როგორც გითხარით, ქალბატონს ეს აინტერესებდა. უბრალოდ ყოველთვის მაინტერესებს როგორ ახერხებს საკუთარი თავისთვის სინდისის საკითხის დახვეწასო. და ვერ გაიგო ჯონ მაკარტურმა რა და უმეორე სინდისის საკითხი. და შემდეგ მეორე ხარისხი როგორ უნდა შეურიდოთ ერთმანეთს, როდესაც ერთი შეხედვით საპირისპირო სინდისის საკითხები გაქვთ. მაგალითად, სინდისის სავალდებულოა, თქვენი სინდისის გეუბნებათ სავალდებულოა კოვიდის ვაქცინის მიღება, ხო? ან წინააღმდეგ პირიქით. და ასევე სინდისის სამსახურის შესანარჩუნებლად ოჯახის რჩენისა და გამოკვების მიზნით საჭირო ვაქცინაცია. რა ავირჩიო, როგორ გავაკეთო და როგორ მოვუარო ჩემს სინდისს და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ვფიქრობ ეს ყველასთვის განსხვავებულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სინდისში ამასთან ბრძოლა არის ის, რომ რაც გვაიძულებს უფლის წინაშე ლოცვას. მე ვუთხარი იმ ადამიანს, ვინც იმავე დილემაში იმყოფებოდა, რაშიც თქვენ ახლა დაასახელეთ. შეგიძლიათ ვაქცინა გაიკეთოთ, რადგან სამსახურის შენარჩუნება გჭირდებათ და ნაკლებ სავარაუდოა თქვენ ამითი მოკვდეთ. ეს არ შეგიშლით ხელს კოვიდით ინფიცირებაში და არც პირიქით დაინფიცირებაში. და შეიძლება ვერ დაგიცვათ, მაგრამ არც დაინფიცირებდით. შეიძლება გარკვეული გვერდით მოვლენებიც გქონდეთ, მაგრამ თქვენ ამბობთ ამ დროს, მე მჭირდება ჩემი სამსახური, მე უნდა უზრუნველყო ოჯახი, ამიტომ მე ვენდობი უფალს, რომ ის დამიცავს მე. ეს გონივრული, ეს არის ძალიან გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, უჩვეულო არ არის და ყველა ადამიანს, ვისაც კოვიდის დროს ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა, ექთნები იქნებოდნენ ექიმები ყველა ალბათ ესე მორწმუნე ადამიანი, კარგი უფალო, მე ყოველდღე აქ ვარ, მე იქ მივდივარ, ასე რომ მე ამას ვაკეთებ და შენ უნდა დამიცვა, მე გთხოვრობ დამიცვა შენ ამ დროს. და მეორე მხრივ შეგიძლიათ თქვა, მე ეს არ მინდა, შესაძლოა ეს იყოს რელიგიური მიზეზების გამო, ან სხვა მიზეზების გამო. და თქვენ ამბობთ უარს, არჩევანი გაქვთ. უარი, თუნდაც სამსახური დაკარგოთ. და მე ვიცი, რომ ბევრი ორსული ქალებისგანაც მსმენია, რომ ეს გააკეთეს. ხედავთ? თუ ამას ვერ მივიღებ, შეიძლება ეს ზვირი დამიჯდეს და ამას ურიგდებით თქვენ ამბავს. კაცია, ქალია, შეიძლება სამსახურის დაკარგვას დაგიჯდეთ, ხო? ასე რომ უფალო შენ უნდა დამიცვა.
და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ თავს თქვენ უფალს მიანდობთ, უფალს აბარებთ და ამითი არასდროს არ წააგებთ, არასდროს, როცა უფალს მიანდობთ. ხო, რა ლაპარაკია თქვენი სულის და თქვენი სინდისის მოსაწესრიგებლად. მაგრამ არჩევანს იტოვებთ, შეიძლება აირჩიოთ თუ მნიშვნელოვანია თქვენთვის სამსახურის არ დაკარგვა, მაშინ აქაც ენდობით ღმერთს და აკეთებთ ამ აცრას. რასაც დღეს დილითაც ვამბობდი, გახსოვთ, ეს იგივე კითხვა დაახლოებით, როცა ადამიანმა დასვა კითხვა, მოწოდებული ვარ თუ არა მქადაგებლად და მწყემსად, ხო? თუ შენი ცხოვრება სწორია უფლის წინაშე, შეგიძლია მიყვე ყველაზე ძლიერ სურვილს. ფიქრობ, უფალი გაგიძღობა ამ სურვილებში და შენ მას ენდობი. აი ამაშია, ხო? ირჩევ, ილოცებ და ღმერთს მიენდობი. და აუდიტორიდან მადლობას უხდიან ბატონ ჯოს. მადლობა თქვენს მოსმენისათვის.